გამარჯობათ ხალხო. საღამომშვიდობის. როგორ ხართ? საღამომშვიდობის. როგორ ხართ ჩემო თბილებო და ტკბილებო? ლამის გადაგაყირავეთ ხალხო როგორ თქვენ. ბრძანდებით რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი. ტელეფონი ასე დგას გიორგი. შეუერთე და მე გაასწრო. საღამოზე ამტკივა თავი რაღაცას. შორდა დაღალილი რატომაც დღეს ენერგიო. გაგვანათა გიორგი. გაგვანათა. დიადემას თოლივე. შევეყოვა. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ცივა. თქვენსკენაც ცივა? როგორი ამიდია ხალხო თქვენთან? ცივა? თმებს არ ვიმჩნევთ? ჩვენსკენ სიცივია. ზაფხული ჯერ არ მოვიდა. ბუნებისთვის მოვიდა, იმიტომ რომ ბალახი მოდის. ბალახი მოდის, მაგრამ სიცივე არის კალებს. და ეგრეა ჩვენი საქ. სხვა რა. წერალი არ მეცვა და შემცივდა. წერალი TikTok-ში შევედი დილით, გიორგი მოთქვა ცეცხლი გაჩნდა. იმაში ხალხო, რა ქვია? სადგურის მოედანზე ბაზრობა როა. იმაში ვაგზალზე რო ბაზრობა რო არის, ხო იცით? ემად. რატო გაჩნდა ცეცხლი? არ ვიცით არაფერი. ვიღაცამ ნაგვაჩხადი სადმე სიგარი. იმას მოიკიდაო რა ქვია. ნამწვა. მეორადებში გაჩნდაო და მთლიანად მოვიდო და რა ვიცი მე. რა მოვიდა, რა მოხდა, არ ვიცი. მეორე ჩართვა, მოკლე ჩართვა, მეორე ჩართვა, თქვა მოკლე ჩართვა. მეორე ჩართვა, მოკლე ჩართვა. იმას ქრა. შეიძლება მოკლე ჩართვა. დღეს რაღაცა გავიხსენე. ხალხო, რაღაცაზე ვისაუბრებ მეთქი და ხო, რა მინდოდა თქვა? იმაზე ისაუბროს რა ქვია, როგორ გაიცნეს მამა შენმა და დედა შენმა ერთმანეთი. ის ჩვეულებრივად. აქ გამარჯვებაში ცხოვრობდა ჩემი ქმრის მეუღლე მეთქი ის რა ქვია, დეიდა. და აქ იყო ჩამოსული სოფელ გამარჯვებაში. მუშაობდა ლილოში, დაცვაში. ადრე იყო დაცვა. დაცვა ახლა საყავს რა თქმა უნდა, მაგრამ კარებში იდგა შესასვლელში. დენივით მეტყავს აქანა რაღაცა. და იქ მუშაობდა. მე ვიყავი 17 წლის. არა, 18-ის გავთხოვდი და 19-ის გავხდი მეუღლესთან. და იმას ვქენით რა ქვია. დედა ჩემი ნათლია ცხოვრობს, დედა ჩემი, აი, სადაც ჩემი ქმრის დეიდა ცხოვრობდა იმ ქუჩაზე. ცოტა კიდევ ქვემოთ უნდა ჩაცდენი იყო და იქ დავდიოდი ხოლმე ხშირად ნათლია ჩემთან. რა თქმა უნდა, მივდიოდით მე და დედა ჩემი და რაჭიდან ვიყავი ახალი ჩამოსული. ერთი კვირის, არც კი. და ნათლია ჩემმა დარეკა რომ ის არისო რა ქვია. ეტყობა გამარჯვებაში სად მე ვნახა, არ ვიცი ნამდვილად, ვერ გეტყვით ზუსტად სად ვნახა და სად არა. მე მგონია ფურნესთან, მეც მინდა გიორგი წყალი დამისხი ჩიქაში. ფურნესთან აი ფურნე დაგანახებთ ერთი დღე კიდე ფურნე პური წვებოდა ადრინდელში და იქ აი ხლა სადაცაც წვება იქ არა ძველ ფურნეში. და ის არის რა ქვია, იქ ვნახა ეტყობა იქ ცენტრში სადღაც მივიდოდით მე და დედა ჩემი და იქ ეტყობა დამინახა. დედა ჩემმა კი იცოდა ვინც იყო, მაგრამ აი დედა ჩემი იცნობდა კი არა, უпростоრად იცოდა ვინ იყო რა. და ის არის რა ქვია, ჩავედი ნათლია ჩემთან, ეს სხვას გიყვები, ჩავედი ნათლია ჩემთან და დიდი მადლობა წყლის ძალა მოგცეს დიდი ღმერთმა, თქვენც ასევე. და მივდივარ ნათლია ჩემთან და
იმის ქუჩა უნდა გამევლო რა, სადაც ჩემი მეუღლე ცხოვრობდა. ოღონ აქაური არ იყო ჩემი მეუღლე, ჩემი მეუღლე არის ხერთვისიდან. აქ ყავდა დეიდა გათხოვილი. და აქ იყო დეიდა მისთან და იქ მუშაობდა ლილოში. მუშაობდა დაცვაში, რა ქენდელი. კბილი. აბა, ყური ტკივა. შენ რაღაცა დაგეტაკა მოყვა. ტკივა ყური და ორივე ყურები დაქვაბული მაქვს. რაღაცა მოხდა შენ ყურში. და ის არის რა ქვია. მივედით. ჩავიარეთ და კაკრას იმათი სახლი უნდა ჩაგვივლო ჩემი ნათლიესთან უწავსულიყავით ნათლიაჩემთან. მივედით ეს ნათლიაჩემთან ჩავიარეთ და თურმე აივანზე ყოფილა და აივანი გადმხურებდა პირდაპირ გზას, მაგ ქუჩას ასეთი ჩასასვლელი არის. და აივანი დაგვიყურებდა და ჩავედი იმაში რა ქვია. ნათლიაჩემთან, რა თქმა უნდა, სუფრა გაშალა ნათლიაჩემა, რაღაცები ქონდა გამოვცხვარი. ეს ბიშებს ეძახოდნენ, საერთოდ ეძახიან ეს რაღაც თხელპურებს და ისინი ზეთში რო უწევთ ხოლმე ბიშებს. ხო იცი ბიშები, ხო. ესე გაბწყელებული პური ცომის ისა ცომი ისა და ზეთშია ტრელი დაბრაწული. და მე რა იცოდა იცი ნათლიაჩემ შაქარს მოაყრიდა ესე მე დაადებდა კიდე შაქარს კიდე დაადებდა და ერთ მაღაზიაზე დაგპატიჟა და კიდე რაღაცებზე მივედით სუფრა გაშალა ნათლიაჩემ რა თქმა უნდა სხვა რაღაცაც ქონდა რა სისულელია ფერი ქონდა და ეს სუფრა უკვე მორჩით ავალაგეთ და ნათლიაჩემს ვეხმარები ჩავალაგ იმას ვქნებით კი მოდი მე დაგირეცხა მეთქი ამ ჭუჭეს და არ მინდა შვილო არ მინდაო და მაგიდან რო გადმოვალაგეთ ვაიმე რა წარეთ ის არის ყავა დავლიეთო და კაკრას ის ქალით შემოვიდა ჩემი ქმრის მე ისა რა ქვია დეიდა ყო დაგვინახა იმ ქალმა რა დეიჩემა კითხვა იქიდან იყურებიანო მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება ნამდვილად მე და ის არის მოვიდა და ახლა ყავა სვამთ და ადგახლა ნათლიაჩემი იმასაც მოუდუღა ყავა რა თქმა უნდა მოუდუღა და ნათლიაჩემმა თქვა რომ ამან უჭიქაში შეხედება ეხლა ვერაფერს ვერ დავინახავ ნამდვილად ხალხო ადრე პატარო აი 18 წლის 19-ის 20-ის 21 წლის რაღაცებს ვხედავდი ფიგურებს ახლა თლა გადასარევი მკითხავი არ ვიყავი მაგრამ რაღაცებს ვხედავდი ცოტა რაღაცებს ეხლა ვერაფერს ვერ დავინახავ რამდენი წლებია რომ მე იმ ჭიქაში არ ჩამიხედია ღმერთ მაინც და წერია ასე იმის ჭიქაში ესე გულში არის ასე კალიცოსავით მგვალი ესე გულში აუს ჩახედება იყო და აღარ მომეშვა ის ქალი გინდა თუ რა ჩამიხედე რა თქმა უნდა ჩაუხედე ეხლა და როგორც ავიღე ეს ჭიქა და ამოვატრიალე თავისთავად გაშრა დააყირა ეს ჭიქა გაშრა ავიღე და პირდაპირ გულში აი ჭიქის ქვემოთ ძირში ესე ეხატა ესე მგულად ისა კალიცო აი ესე მგულად კალიცოსავით რა მგულად და ეწერა გასო და ორიანი მე უთხარი რომ ორ დღეში მეთქია ეს გასო მეთქი ორ დღეში დაინიშნება მეთქი რა და მე სინამდვილეში არც ვიცოდი რა არც ის ვიცოდი კაკრას ორი დღე გავიდა და ჩემ ქალაქში დავიდა რაღაცაზე გონდეიდა ჩემთან თუ სადღაც ხო დეიდა ჩემთან და მე აქ სამზარეულო მივალაგე ყველაფერი გავაკეთე დავასუფთავე და თეთრეული მქონდა საუთავო და ბარე მეთქი დავნამე ის წინასწარ დავნამე სანამ მივალაგე ის თეთრეული დავნამე გაიგე ასე გადავკეცე და დავნამე და სანამ ეს ხო უნდა ცოტა ხანი ხო უნდა და იმას ხნა დადო და სანამ ის იმას ხეს ჭურჭელი დავრეცხე და სამზარეულო გამოვგავი არ მომიწმენდია მარტო გამოსაკველი იყო და დავიწყე თეთრეულის ისა უთავობა ვიღაცა იძახის ამ ქალს ერთხელ ამყავს სუსტად ის ქალი ნამდვილად გოდეძის ჩემი ქმრის ისა დეიდა ერთხელ ამყავდა ნანახი მე ჯერ არა ჭიქაში ჩაუხედე ახლა შეიძლება სადმე შემეში დამენახა მაგრამ როგორც ცნობით და რაღაცათ არა და ახლა
რომ გავაღეთ ეს კარები და დედაჩემი არ ოსახში. ვაიმე, მოგძამდით მეთქი მეც უთხარი და. გამიკვირდა ეს ქალი რატო არის ჩემთან მოსული. რამდენი მეთქი ახლა ჩემ გუნდში უძახი ხან ამქოს. ნათლია ჩემს ვეუბნები, შემოდით მეთქი მოდით და დედა სახშიაო და არა მეთქი არ არის დედაჩემი. არაო, წავიდნენ ისევე უკან. მოვიდა დედაჩემი მეორე დღეს მოვიდა დედაჩემი მიღამეს არა. და ასე და დილით მოვიდა რა ასე შუა დღისკენ. დედაჩემი მოვიდა. დედას ეუბნება, დედაჩემი შეუუბნები რომ ესე და ეს ქალი იყო მეთქი, მაშინ რომ ყავაში ჩაუხედე, მამა ჩემიც ეუბნება და ნათლია ჩემი მეთქი და კიდე მის გოგოები იყვნენ მეთქი. იმ ქალის გოგოები თქო და ნათლია ჩემის გოგო. რა ხდება? მე იმ ღამესაც ამოვიდნენ. და ეგრე გავიცანი ჩემი ქმარი და მეორე დღეს თუ მესამე დღეს თანხმობა მივეცით, რა ვიცი. ეთქვა ბედი იყო თუ რა იყო, რა ვიცი. კიდე რაჭაში რო ვიყავით, სანამ რაჭიდან ჩამოვიდოდ ერთი კვირის ჩამოსული ვიყავით, არც კი ერთი კვირი, მგონი 3-4 დღით. და ბებიაჩემ რო წამოვედი, ბებიაჩემ კარტი გაშალა. უკრაინელი ბებია მყავდა ესე. უკრაინელი ბებია მყავდა გაშალა და ვენაცვალეო მე მეუბნება, ვენაცვალეს იძახოდა. შენ რო ჩახვალო და ბიჩიო გათხოვდებიო მე მეუბნება. მე ხარა სამბო მეთქი ბებია რას. არაო, აი შენ დაინახავ თუ არაო, დაინახავ თუ არაო. მართლაც ახდა, ჩემი მკითხაობაც ახდა და იმის მკითხაობაც ახდა. და ესე გავიცანით ერთმანეთი. სხვანაირად არ და სანამ ჩემი მეუღლე მოვიდო და ის სათხოვნელად ერთი კვირის წინ კიდე ვიღაცამ მადგა. სანამ ის მოვიდო და მადგა ისიც სათხოვნელად, მაგრამ იმის ბედი ეტობა არ ვიყავი თუ რა იყო რა. და ესე გავიცანით ერთმანეთი, რა ვიცი, სხვანაირად არა. მე ნიშნობა მქონდა. აბა დედი. აი ეს ამა დაგიწვადე. აი ეს ხალხო. შეიძლება გიჭრის გიორგი. აი ეს ისეთი მოჭერილი მაქვს ხოლმე. შეიძლება გაგიჭრა დე. გავიჭრა. ხო. მე ნიშნობა მქონდა, ადრე ეგრე იყო რა თქმა უნდა, ნიშნობა მქონდა დავინიშნეთ. აქაც მქონდა სუფრა. აქ მქონდა სუფრა რა თქმა უნდა ნიშნობა მქონდა. მე ქორწილი მქონდა თებერვალს, თებერვალს მქონდა ზუსტად ქორწილი. და ეს ახლა ჩვენი დაქორწინება. მაგრამ სამწუხაროდ პატარა ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ეს არის, მაგრამ რასვისამთ. ყველას თავზე, მარტო ჩემ თავზე არ არის, ყველას თავზე ესეთი რაღაცა და რასის. თავარია ჩემი გიორგი იყოს კარგად და ჯანმრთელად და თავარია ეგ არის. ესე იყო ჩვენი საქმე. მე სანამ დავინიშნებოდი, დავინიშნე. ჩადავავეც. რა ქენდა? იმანაც იცის ალერგიამ გიორგი. თქნარებაც, წრეებიც. ისა სანამ დავინიშნებოდი, რო დავინიშნეთ ხალხო, ყოველ საღამოზე ვიკრიფებოდით ჩემთან აქ. ხან იქ მივდიოდით ქვემოთ, ჩემი ქმრის დეიდასთან იქ ვიკრიფებოდით. მეტი წელი ჩვენთან ვიკრიფებოდით, რომ ყავას ვსვამდით, ტკბილეულ. აი, იმითი მოიწმინე სალფეთქით. ეგ შეაგდე და ისა. ცალიდან მოგდის. ორივე და. მეც ეგრე ვიცი გიორგი ხანდახან მეც და. აი, ეს ხელსახოცი მანდარი გასწი ისა. და ეგრე იყო ჩვენი საქმე. ყოველ საღამოზე აქ მოვდიოდით. აქ იყო სულ ხან რას მოიტანდნენ, ხან ყავას, ტკბილეულს, ახლა ყოველ დღე ხარას გავაკეთებდი ნამცხვარს. ერთხელ გავაკეთე ტორტი მისი რა ქვია. ბანანის ისა რა ქვია. ბანანის ტორტი. ტორტივით რაღაცა გავაკეთე გიორგი ბანანის. როგორ გავაკეთე იცი ხარ ხო? განა ბისკვიტი არ გამოვაცხე. დამეძარა ხა ბისკვიტების ცხობა და ვიყიდე პეჩენიები, ესე ისინი, პეჩენიები ჩუულებრივი და ეს პეჩენიები მოსქენი რა ქვია, დავადე ასე,
ჯერ ქვემოდან დაბლა ძირში სუოდნა სისველე ჩავასხი რაღაც კამპოტი ქონდა მარწვის თუ რაღაცის გიორგი ის ჩავასხი ცოტა რომ ძირი დამბალი იყო მე გადაუსვი ხალხ რომ კრემი ვიყიდე იცი რა ისა რა ქვია მალაკ მოხაშული და მოუხარშავი ერთმანეთს ჩაული ეს მალაკო გახთქვი პეკარკ თან ხელით მაშინ მიქსერი არ მქონდა გამიფუჭა და არ მქონდა ახსე წაუსვი ფენა მე ჯერ იმას ხო გადავაფენდი რა ქვია აი ესე შუშის კონტეინერი ვით გქონდა ეს სახურავი ქონდა გძელი აი იქ როგორ კაი რაღაცნაირ კონტეინერი დაბლა გიორგი ხო იცი აი შუშა ზემოდან რაღაცა რო ეხსნება სახურავი რო არის კეტება აი ქვემოთ გვაქვს ეგეთი როგორ სახურავი ჩულებრივ აი მან შკაფში დაბლა ასე ჩულებრივ სახურავი კი არ ეკეტება ისე ჩულებრივად დედებ ასე უთკუთხედი ჩავალაგე იმაზე იძახი რა ქვია ხო შუშის როგორ კონტეინერი შუშის ხო შუშის რო დავადე გადაუსვი კრემი მე ბანანები მე კრემი მე პეჩენია მე ბანანები მე კრემი მე პეჩენია მე ზემოდანაც კრემი და მე ჩინური ხო და ის არის რა ქვია ნუ მიდიხარ დამკლაული ცივა დედა იმერი გემრიელი იყო რა იცი ყოველ სამამოზე ხან მე თვითონაც მქონდათ ტკბილეული რა თქმა უნდა ბევრი ის რა საყვარელი კულტურელია იმდენი რამე მქონდა ტკბილეული რომ მოკლედ არ ვიცი რა სახში იმდენი ტკბილეული მოგროვდა იმდენი ტკბილეული მისჭამელი ვინ იყო იმდენის ყოველ საღამოზე მქონდათ ხან ბამბანერკა პლიტკები ნაინაირი ის რა ბამბანერკები იცი რამდენი ბამბანერკები მოგროვდა გიორგი ასე იყო ბამბანერკები ყოველ საღამოზე მქონდა და ისე არის კიდე ეგენი და ბამბანერკა ჩაწყობილი რო იყო როგორ არა შოკოლადე როგორ არის გასული ხო და ის არის ოღონ მაშინ დიდები იყო გიორგი უფრო აი ამ ხელები იყო უფრო დიდები ახლა ერთი ბეწვა აი ამ ხელები ოთხკუთხედები და ცოტა დევს ისა კამფეტები ადრინდელი ბამბანერკები რა ხელები იყო და ის არის რა ქვია ის არ მიყვარდა რა ქვია იმიანი რო იყო ლიქიორი ხო ლიქიორიანიც ბევრი მოგროვდა ქვეყანა იყო რა ვიცი მე დედა რა შეშვი ჭამე იღე და ჭამე და ისა ეგრე გინდა დედა კათან გინდა რა და დეხანა და მე ფთას მოვაგრეჯე რა უშო არ მინდა საჭმელი მე მინდა ეს ფთას მოვაგრეჯე მე შეჭამსავით ბებოც მოვა და ბებოც მოვა და მე ფთას მოვაგრეჯე უპური არ მინდა შემოიცი მოდი და აგერდადებს იმას და თებში გამოიღებ თურცალი დიდი რამის თავში დაცის რა შვები გიორგი ხო თებში მოუტანე ბებოსაც და ეს არის რა ქვია ისეთი კარგი იყო რა ვიცი ჯანი ასალეთი აქცე ხალხო გამყინვარება იწყება თუ რა ხდება აპოკალიფსი თუ რაღაცა რა აპოკალიფსი ხო არ იწყება მართა რა ვეძრება მე რა ვიცი მე თებში ვჭამ დიდი გამყინვარება ბრუნდება მგონი სხვა ფილმინდა არც ეს არ მინდა მაგრამ დედაჩემს რომ უნდა ხათრით უცხო ხარო დაიძინებ და მე გაიღვიძებ. პირდაპირ უნდა დაწვე ლოგინში რო გეძინება. პიდაპირ ლოგინში უნდა დაწვე. რაზე? რო გეძინება.
ლოგიში ჩვეულები რომ კარგად გეძინება და მან დრო გაიღვიძებ და დაიძინება მან დივანზე და გაიღვიძებ ასე უღრიმ გამოთახა მე შუა დღეზე დამეძინება კიდე რაღაცნაირად მოგუძებ ხოლმე Ura კაიმლაშია? ჭამე დიდი. ჭამე უპუროთ რა უშვა. ძალიან მლაში კი არ არის, ეს რაღაცა სიამოვნებაა. Deci mă ghilegiu. მილი ხორცი არ მიყვარს. მიყვარს ხრატულნა. რა მიყვარს? რბილი. რბილი? ხო აი ესა. ადრეს მიყვარდა ფეხები. აი მისი ეგენი. ბორკალი მარ ეხლა აღარა. ძვალი რასაც მეტი ეხის მისჩემია. ესე იგი ბარძაყი აღარ გიყვარს? უფრო სახელია ბარძაყი. ადრეს იმასაც არ ვჭამდი ფთებს, რა არის ფთები თქვა და ახლა ისე ვატკავს უნდა ერთმანი რომ ჩინური ისინი რო იყიდება. ქათვის ფეხები და ისინი და ის რო აქ. ჭყალები. ერანაირად იყიდება ჩინური. აღარ მინდა მისმეტი. ფეხები რა უბედურება არის. ფეხები იყიდება ჭყალები აქ ზედა. რაღაცა იმას შეს. ამოვლებული ჯელიბონებით რაღაცაში. მე სამბობი ქეთა მისხი ცოტა წყალი ყადა. Очень гусь арაფერი არ აქვს ესა. კორვალჯი. კორვალული. არა სხვა არაფერია. მიდი გიოგან მოიძო ცხმიანი მაგდე. ახ მომიც წყალი. წყალი მომიც და უსხა. ვიდა. შინციტაში. ცივა მეცადა რა ვაკ. ზამთარი ხა მოვიდა. მე ვიცი ახლა რომ ფეჩი დაანტე ბაბა. ჭამე დედა მოგცე კიდე. ბარკალი მოგცე. ჰა. ბარკალი მოგცე. მიიცება რა სხვა სასაჭამს ეკა. აჰა. უდი. კანი არ გიყვარს. წაღანა ჭამი ვიყავი და სულ აქ ახლა უყურებდი წყალს და მალე ვიდებს მარილი გვიძლები თუ უჭიეს ეს რა გვიძლები ისე ხრატუნავს ეს ღვიძლი რომ ხრატუნავს რა ხრატუნა? ღვიძლი გრან ცხიმიას ჩამიდე და დაინახეთ ცხიმად გასკდა მაგარი ცხიმია ამას რო შეხვედრა თვალები მიჭერდება. რასა? აი მას. ეზი. წაღნა გუში კეჩაკურადა. გუში. რა შუქი? გუჩაკურა იქ. გუში ხო?
მუკბანგ. შემოსროლილი მუკბანგია რა. აქ ვაპირებდით. შემოსროლილი მუკბანგი. ეგრე უნდა ჩაწერო. ბებია შემაგუშალა საღერღელი და თქვენი იცი შემოსროლილი მუკბანგ. ეგრე უნდა დააწერო. მოულოდნელად დაწყებული მუკბანგი. არა, შემოსროლილი მუკბანგი ეგრე. გამოსროლილი? შემოსროლილი. არ ვაპირებდი და შემოსროლა არ არის აგუშალა საღერღელი. ანელი ესა. ძვალი. ხადედიესში. მინდა. ბებიაშე ძვალი უნდა. ეს არის შემოსროლილი მუკბანგი. ფილმი სასაულია. ეს შემოსროლ გაზეირება ხარკე შემოსროლილი მუკბანგი რაღა არისო. იფიქრებე ვერ არიან ეს ხალხიო. შემოვლენ მე. ვიცი. ზოგი იმას აი დარდები. ინტრიგა უყვარს. აი დარდები. ისინი იმას გულისხმობ, ვიც მე მგონია. ხო. აი დარდები. ინტრიგა. საერთოდ ინტრიგა უნდა შეაგდო, რომ ნახვები ბევრი ქონდეს. ხო, მართალი ვარ ხალხო. რა? ხო, მართალი ვარ. რა? ინტრიგა უნდა შეაგდო. ხო, ნახვები ბევრი ქონდეს. ინტრიგული. გუში როგორი ის არის? ჩელენჯებია მოგვიგდო იმან. თქვენ რა ქვია იმედაც. იმ კაცს. კაცია თუ ქალია რა ვიცი. კაციას ქალი. არცერთადაც მეორე. რა ქვია გიორგი? რო ჩაწერე რა ქვია? ChatGPT. ხო. კაცია მაგრამ არის. ან ქალი. ახლა რობოტები რო შემოვა და ერქება ანტინა და ანტამარი. ჩემზე ჭკვიანია გონი. ანტინა ისა. ჩემზე მეტი იცი, ხო ხედავ? მე ვერ ვიგონებ იმას რა ქვია. თემას და იმან ჩამომიყარი თემა. ნიჭი აქ ტვინი. როგორ ჯიგამიდი იქნება თქო და 9 მაისს არის გამარჯვების დღეო? დღეს მაისი სად არის? დღეს ის იყო გიო. აღლუმი იყო ის გადაიფრინა დროშებმა. რებმა? დროშებმა. სადა? თვითფრინავებმა. აქ. ვაზიანში იყო ის რაღაცა. რატო არ გამაგვიცი მე? რატო არ მითხარ? გეძინათ. ხომე. ის გამანადგურებლები იყო? აბა? ვერტალიოთ ხონა ჩამო. ვერტ ფრენებს. მეთქი ისინი იყო. არა. გამანადგურებლები. აი გენიალი. მე ვარ მარლიანი ეს რა დომლაში. всё. საათია. შემოსროლილი მიგინგი გნახა. ვერ გავიგე. კანკალაში. არა ფერმისმის. ამა კანკალა რომელი საათიაო რა ვიცი შესწივდა. კანკალებო და საათი რაშუა. მუდამის ხიგიო რა წყალი. გამყინორება ახლა. ძალიან შეცივდა. აი დამაჟრია ახლა მეცან აღდათ. დომს არა იყო სანდა. შეცივდა რა წნევა. დედა რა ხალხა. აი მასალთუშვენიერი კლავები. თან ცივ წყალი რო არ კლავი არა ქვია, მას მკლავი ქვია. დამაჟრიჟინა. უი დედა. მე შევასწავლე სიტყვა თორე. გაწვიმდა. What? გაწვიმდა? ო. და ის არის ცხი კიდია და კიდი არა შრება. უიმე. რა
რაკენი არა ხალხო რა არის რაღაცა მეცა თვალში ისა წვიმა რა გეცემოდა არა ხალხო რა მდგომარეობა ზაფხული არ მოგდის ზამთარი გვაქვს სერიოზული გათხარა თვალი რა თუნ გვინდოდა ფეჩი რო ავიღეთ ისევე ჩავ მოიტანოთ ზამთარია სერიოზული რა ამას სხვა კამარა გადმოდგა რეიუ თუას გააგზელა კი არა იგი ახლა მე ფეჩს მილიონზე არ შემოვიტან ახლა აქ არა ფეჩს დღე ახლა რაც კი მოახლა იგი რაც გინდა იყოს არა ის ფეჩიო ზაფხული მოდის წვიმა არის მაგარი ხალხო წეღარ ვიღაცას ედო მთიულეთის ისა თოვდა ეხლა მოვა მე მგონი თოვლის ყოდა ყველაფერი რაც არ იყო მე დღეს ამინდი არისო და სადახედავენ ამით არ ვიცი რა ამინდი სად არის ამინდი რა სიამინდი ამინდი გამყინვარება არის ებუზები მაინც არ შორდებიან ძახი აუძახოთ ცოტა ზევით იქნება იმას აქნა რა ქვია ჯაკეტუნის ამინდი წვიმა მე ვქათამ სასეჩი ეს უკვე არ დარჩეს და შეძევის ნაწილი. რეიუ ზაფხულია ცხენა ლურჯიადის ბალახს თქვა ზაფხულია ცხელა ბუღიადის ქალაქს მეთქი უნდა მეთქო და ლურჯიადის ბალახს თქვა ზაფხულია ბუღიადის ქალაქს და დედიკო რაღაცაო ჩვენი გელა წავი მიუყვანა დალახს ზაფხულია ცხელა ლურჯი კიდე ლურჯი ვიყინები ხალხო რა ჭირთ ხალხო რა იყოთ ცივა საღარ გაყოშა ჩვენ ა ძალა რა ასი ზამთ ახლა ცოტა გაშკაშდე ხა შეგწირდება და ხან არ შეგწირდება მცივა რა გავაკეთო ორა ძარ მაგრა შევიკარი ხალხო არა სწორედ შევკარდი ხალხო ასე ჩავალაგებ და ლურჯიადის ბალახს იცი თქვენ ლურჯი ბალახის ადგილი კაცი რა თქვა დინახავს უფრო შევისწოროთ კომიტეტა წადი ეს იქანა ჩაიტანე ლურჯიადი ბალახს მიდი ჩაიტანე ეს იქ მას ასე მითქამ და მე მივხედავ ლურჯიადის ბალახს ლურჯიადის ბალახს და დედიკო ნახევარად ის არის აი ძალიან კი არ არის დაქვაბული ისა რა ქვია ცა ნახევარად ღია არის ღრუბელი გადი გახედენ ანერათა ვითომ ის არის წვიმა რა Oh my god, უნიებო, გადი უნიებო. აღარ მინდა ეს წვიმა, აღარ მინდა. ეზოში გასულა აღარ მინდა ეზოში. ოკეი. უყურე რა საშუალო შენი ტელეფონი, ანელებს უყურე გატრს. ანელებს? მოდი დაინა. ხეც.
ორი. ეგრეა ჩვენი ჩამოვედი მოჩვენებასავით განათებული. მოჩვენება, გადაჩვენება. ეგრეა ჩვენი საქმე. ავცდის კაფს. ეხლა მარწყვის სეზონია. ეხლა მარწყვის ტორტი ნახდათ კაი იქნება. იმიტომ ჩაწერე გუშინ. მარწყვის ტორტია. რა იმიტომ? იმიტომ ჩაწერე მარწყვის ტორტი. არა კაცო. აბა. რენდომად წამოვიდა თვინში ავიც. ეხლა არის სეზონი? ხო, მარწყვის უკვე. არა მგონია. კი. ადრე არ ჭამდა მარწყვის. ახლა უყვარს. ახლა უყვარს. ნეტა მიგრე შეერქვა. მინდა მარწყვის სულწვა. უნდა გაგეკეთებია ტორტის ისა და ვერ გააკეთე. არა უშავს. რა? ტორტის ჩელენჯი რო უნდა გაგეთებიო. ჩელენჯი? ხო, რა 29. ტორტის ჩელენჯი კაცო? 29-ში. ქუდაბადების დღე იყო. არხის დაბადების დღე. ვაიმე დედა დამავიწყდა ხალხო გუშინი იყო. მოგვიანებით გილოცავთ. გუშინი იყო. ლამაზი დღეა. რანათელი მზეა, იმიტომ რომ გუშინ არხის დაბადების დღე იყო. შენ ურივე, ჭიმაში ქუდის გარეშე არ მოვიარო ხალხო. ლამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი არხის დაბადების მეორე დღეა. მეორე დღე ხო არის? 4 წლისები გავხდით ხალხო. 4, ჯერ პატარები ვარ. პატარები ვართ. ოქროს დაბადების დღე გქონდა გიორგი. კი. ორხი. ეს ორხი რაღა. არა, 29-ში გიქნება. არა, რა ნე. 29 წელი რო გავა. 29 წლის რო გავხდებით ხო, ხალხო. აი მაშინ გიქნება დაბადების დღე. მაშინ იქნება შემოვალ ასე მოჩლიფინებ. თუ ვიყავი. 29 წელი. 29 წლამდე ჯერ დიდი დრო ბავშვი ვართ. ალბათ 50 წლის მიგრები მაშინ. მეტის კიდე. 60 წლის შეიძლება ვიყო, რა ვიცი, თავი თუ გექნება არ არის. YouTube-ის გადაღების თავი თუ გექნება, იქ არის. 60 წლის რამდენი წლის არის ისა, რა ქვია? გიგენავა. 52-ის მგონი. ვაიმე, დღეს რა საყვარელი ვიდეო ხონდა, ვაიმე, როგორ რა- ინერვიულა. სევდიანი ვიდეო იყო. ინერვიულა ძალიან. მარცალა საყვარელი კაცი, აი რაღაცნაირი აი კაი კაცია, პოზიტიური კაცია. პოზიტივიც აქვს და აი იცი როგორი პიროვნება, აი გინდა რომ იმის საუბარს უსმინო, აი იმის იცი რა არის? პოზიტივი. უი, გიო, გამომწერი ხო ყავს? ჩვენ გამომწერი ხო იუთუბერია. რა ქვია? ვაიმე, არა, გაგდა ჩაწერილი ხო ქონდა? გადავიღე სპეციალურად ხალხო ტელევიზორიდან რომ უყურებდი, რომ მე თქვა. დედა რაღა აქ. ხო გაქვს ისა ჩაწერილი. გეგენავა. კაცი რო არის იუთუბერი. ხონია. ისა და სხვათა შორის ძალიან სევდიანი, აი ძალიან კაი პიროვნება არის ნამდვილად. აკაკი გეგენავა, დღეს სევდიანი ისა, როგორ ინერვიულა, კატასო გადაუარა მანქანამ ფეხებზე და წელქვევით იყო მოწყვეტილი და მთელი ის მოიარა. დაარეკეთო ვინმე შეუნებოდა რომ გადაარჩინეთ კატა ცოდო არის, როგორ ინერვიულა. არ დარეგეს. მაგრამ არ დაარეკეს, მოკვდესო რა ვქნათ. უნდა მოგლათ. ხო. ძალიან ინერვიულა იმ კაცმა. აბა, ჩავთოთ ახლა ჩვენი იუთუბერი არის, ჩვენი გამომწერი და იმას გთხოვთ გამოიწეროთ. რა ქვია? თეკოს ვლოგ ემიგრანტი.
ემაშიც დაგიწერთ რა ქვია ვიდეოს აღწერაში და გადადით და გამოიწერეთ არხი. ძალიან კარგი გოგოა, ბრწყინვალე გოგოა. აღწერაშიც დაგიწერთ. ხო, რა თქმა უნდა გადადით, და იმაშიც გამოიწერეთ. რა ქვია. გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით. კაი იმაში. გოგოა, ავიყვანოთ 1000 გამომწერამდე. ამ ვიდეოს დავეხმაროთ. კომენტარებში და მეტი და მეტი გამომწერი მივცეთ. ხო. ჯერ 1000-მდე ავიყვანოთ. ამ ვიდეოს იმაში რა ქვია აღწერაში. აღწერაშიც დავდებ და იმაში დაგიდებთ კომენტარში დაგიდებთ რომ ძებნა არ დაგჭირდეთ და პირდაპირ გადახვიდეთ იქ. ხო, ნამდვილად გამოიწერეთ. გამოიწერეთ კარგი არხი. გოგოა, კარგი ადამიანია, კარგი გოგოა. კაი ვლოგებს ვდებს და გთხოვთ მივესალმებით თუ მიყურებს. მოგესალმებით ჩემო არასწორი ადამიანო ხელი დავაქნიე. და გთხოვთ გამოიწეროთ, დავეხმაროთ. ჩვენ არც არხის არავის არ განვითარებაში. ვთქვია, ჩვენ თვითონ გვინდა რომ დავეხმაროთ. გეხოცებით და გემუდარებით გამოიწერეთ ჩემო თბილებო და მოგალეხავე. ტყბილებო. ხალხნო. ჩვენი გამომწერია. ჰა? ხო, ჩვენი გამომწერია. კი. კი. რა თქმა უნდა, ჩვენც გვიყურებთ და ჩვენც რა თქმა უნდა უყურებთ მის ვლოგებს. მე როგორც იმას ავქენი ეგრევე გადავედი გამოვიწერე. როგორც ხო. ნახე. როგორც კომენტარში. კი უყურებს ჩვენს ვლოგებს და ჩვენც უყურებთ მის ვლოგებს. ძალიან კარგი გოგოა, ყველანაირად კაი ვიდეოებს დებს, ჩვენიერ სადილებს აკეთებს, საჭმელებს აკეთებს და რა ვიცი. ჩვენივრად იღებს და გთხოვთ გამოიწეროთ მისი არხი. დაგიდებთ გიორგი კომენტარებში და გადადით და გამოიწერეთ. ესია ჩვენი საქმე. მინდა რომ დავეხმაროთ. და ასევე ჩვენი არხიც გამოიწერეთ. დაალაიქეთ და უყურეთ ბოლომდე ვიდეოებს რომ და მეებს რა ქვია რეკლამებს რომ გამოიმუშაოს რეკლამამ თავისთავად თანხა. 1000 გამომწერზე უნდა ავიყვანოთ ის გოგო. ჯერ იმას რეკლამები არ აქვთ ჩართული. მონეტიზაციამ რომ ჩაერთოს. ჯერ ავიყვანოთ 1000 გამომწერამდე და მერე კიდე. პირველი გამომწერი არ ვიცი ვინები არიან, ნამდვილად როგორც ვნახე მისი ვიდეო და როგორც არც იმ გოგოს არანაირად არაფერი უთქვია, რომ გთხოვთო ჩვენი აზრით, როგორც ვნახე მისი ვიდეო, გამოვიწერე იმის არხი და ყველას ვინც ჩვენ გვიყურებს და ვიდეოებს იღებთ, ნამდვილად ყველასაც გამოვიწერთ და ყველას დავეხმარებით ყველაფერში. არხის განვითარებაში. სასურველია რომ არხი განვითარდეს. თორე აზრი არა აქვს იმას რომ არხი რო არ განვითარდეს, აზრი არა აქვს ვიდეოების გადაღებას, თუ ყურებადი არ არის, თუ ის არ არის, რა ქვია, მოსმენა უნდა შეგეძლოს, საუბარი უნდა შეგეძლოს, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა. და გთხოვთ გამოიწეროთ. ყველაფერი შეუძლია. კაი სადილებს აკეთებს სხვათა შორის მომწონს. გემრიელს, იქაურ სადილებს ამზადებს ძალიან კარგად. თან ვლოგებს იღებს, თან მუშაობს. ბებოსთან. ეგრეა. ჯერ იყო საქართველოში ჩამოსული ყოფილა, მერე ჯერ ჩამოვედი საქართველოშიო, მერე წავიდა. მერე ისევე ჩამოვიდა, მერე წავიდა და ეხლა წავიდა ისევე კიდე. და ეხლა დაიწყო იუთუბერობა. გთხოვთ გამოიწეროთ მისი არხი. რა ვიცი. თითოეულ ადამიანს თუ რამე შეგვეძლება ესე დავეხმარებით. გადაიღო წვიმა. რა უაზრო ამიდებია მართლა, რა არის, რა გუშველება მე არ ვიცი.
სარეცხი კიდია ერთი კვირა გონია გარეთ და არ დაჭრა. დილას რა წუხენ რა მაგარი წვიმა იყო. ვერ გაიგე? შხაპუნა წვიმა იყო, იმნაირი რომ შხაპაშხობით მოდიოდა წვიმა. გაგი არა სიცივე მნელი? შეგცივდა აქ ცივა. დაწყებულია უკვე 10 საათი ხდება შეკალო დაიცადე ხო? რა 9:11 დაიწყო გუნი. რა 9 არის 9. დღეს რამდენი ჭიქა ყავა მაგ დალეული 4. თუ 3 არა 4 არა. 3. ერთი დილით დავლიე ჩვენთან, მერე დავლიე ბიცოლა ჩემთან, მერე კიდე ჩვენთან დავლიე. 4 ჭიქა, 3 ჭიქა, 3 ჭიქა არის უკვე ზედმეტი. ჭიქა არის ზედმეტი უკვე. და შეიძლება ზედმეტი ჭიქების დალევა. ყავა სხვათა შორის. აი ძიანი წყალაც ამწყენს მე. ჩვეულებრივი ნალექიანი არ ამწყენს. მაგრამ აი უნალექო და ძიანი ყავა მოწყენს. რანაირითაც გინდა იყოს. და მით უმეტეს ცივი ყავა უფრო სწორად. უი. ცივი ყავა არ მიცდის თვალით. და არადა როგორ მიყვარს. კაი. მე რა ვიცი. მე ხვალე დაურეკე მანანასთან იმასში. რა ქვია? მესენჯერში. ხო და ცივი ყავა კაი გათქვეფილი, მაგარი ფუნფულა რო არის, აი. დედჩემსაც უყვარს ეგეთი ყავა ცივი. ფუნფულა რო არის, ხო ნელი? დედჩემს უყვარს ისე ჭამა. ახლა დაიწყო იმის სეზონი, გავთქვიფავ. ხოლმე და შევდებ მაცივარში. ყინულებს გავაკეთებ. ეგრეა საქმე. წავიდა გიორგი და გაქრა საწავით ამდენი ხანი, ჩავარდა იქ სადღაც. ამ წეკრანი გვინდა. ახლა რომ შემოვავეწყე. რა არის ამ წეკრანს უნდა ტელეფონი ავიღე, უნდა გამომეძახა მეთქის. ახლა უკვე და გადაირევა ხალხო და იცი შემოვიდეს. სასაცილო ხანდახ. ერთი, ორი, სამი. არა ჩანს. დავითვალე და მოვიდა. რა არის გიორგი, ამ წეკრანი მიდოდა გამოძახებას. აზე, ამ წეკრანი რა გიდოდა? სად ყავი ამდენი ხანი? სად ვიქნებოდი შეც კიდე, ხო არ ვიტყვი ახლა სად ვიყავი? აი, მინდოდა გამოძახება ამ წეკრანით რა. ამ წეკრანი რა თქმა უნდა ორმოშკია ჩავარდნილო. თეატრია, გვაქვს 40 ორზე ავედით. ხო და იმას ვიძახოდი იმ გოგოს არხი გამოიწერეთ მე. ლამის დავიმტვერი ისე გამოვიქეცი. რა ამბავი? მე ვიცი. რა მოგე? რას გამოვიფოთი? წვიმს კიდე? წვიმს? არა. მე მადლობა უფალს. აღარ წვიმს. არა, ორი მფხანება გაწვიმდება. აი უყურე და ინახე, აი ხარ ხოლმე მფხანება, ორი გაწვიმდება. დამცინებს გიორგი. შენ ყურები გამოსაწმენი გქონდესო. ხო და იმას დააბრალე აქ. არა, სხვათა შორის გიორგი დაცდილი მაგ. ყურები რო დამიწყებს ფხანას ასიანი უნდა გაწვიმდეს. და კიდე რა მაგ ხალხო დაცდილი ფანჯრებს რო გავწმენდა. ხო? არ არსებობს იმ დღეს წვიმა რო არ იყოს, სულ მოწმენდილი რო იყოს ცა. და არ ავწმენდა ეს რამოდენიმე დღე არ გამიწმენდი ეშუშა. რამდენჯერ გავწმინდა, იმდენჯერ გავწმინდა და აღარ გავწმინდა მეთქი. აუ იმ დღეს რანაირი იყო ეს ფაჯარ რო გავედი, ქარიც იყო და ეკათას გავდა მთლიან ფაჯარას. სველი იყო. სველი. სველი ხო? ხო, ფრედი. გავედი უცბად, არ დამინახე ეს ღამე ხო ის არის, რა ქვია, არაჩას აქედან. არ დამინახავს რა ვიცი მე, ის რო იყო სველი და
გავედი და უცბად რაღაცა არ მეცა. თითქოს რაღაცა აერევით მეცა. წვიმა. ხო. რაღაცა მძიმედ რო დაგეჯახება, ხო, ვიღაცა რო დაგეჯახება, მძიმედ ისე მეცა. წვიმა. ხო. მე ჰა. რა ქენი მერე. კინაღა ვიყვირე ვაიმე დედა ითქო მე მივხვდი რომ წვიმა იყო. ნამძინარევი რო გა. გამძინარევი რო იყო ვაიმე დედა თქო კინაღა დავიკივლე. ო რა ნელი ხმაგა გიორგი. ისე მშვიდად დაიყვირებდი ხმას კი ვერანი გაიგონებდა. ალბათ თელი გამარჯვება მოვიდოდა აქ. კი, ყველა გაიგენდა. შევყრედი ვეზობლებს. ქუთაისამდეც კი მოვიდოდა ხმა ხო. შეიძლება თქვენც მოსულიყავით. ამბროლაუში დავიდოდა. მესტიაში. ემაში რა ქვია? ამსტერდამი თუ ამსტერდამში. ამსტერდამში ჩავიდოდა მართლა ხმა. ქუთაისში. თელ დედამიწას მოივლიდა. კახეთში. თელ დედამიწას მოივლიდა აბსოლუტურად. მოვიდოდა მთელი დედამიწა აქ. დღეს დროშემა გადაიფრინეს ის. გადაიფრინეს დროშემა კი არა უბრალოდ. დროშემა მოეთმფრენებმა, დროშები არ დაფრინავენ. ო დროშენმა ვეტრფენია. ვეტრფენ ვერტალიოტი. ვაი ვეღარა ვთქვი ვეღარა ვთქვი ვეღარა ვთქვი. ვეტრფენი. დაბა. ვეტრფენი. ვერტმფრენი. ვერტმფრენი. ო ვეტრ დენი. რამდენია? სულ გადასახდელი თანხა. 21 და 55. რა ამბავია ზომთაში უფრო ცოტა არ მოგდიოდა 21 რა ამბავია. რა დავწვით ამ? რა ამბავი 21 კიდე უფრო მეტი არ მოგდიოდა ხოლმე. რანაირად წინაზე 19 მოგვივიდა და ახლა 2-ზე მეტი მოგვივიდა. გადახდის ვადა 15-მდე იქ, მე-5 თვემდე. იმ თვის 15. იმ თვის. იმ თვის 15-მდე. დენი გაზი დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში შეგიწყდებათ 1 ლარი და 19 ენერგიის მიწოდება. 21 ლარი თუ 22. 21 ლარი და 55-ია, 22 არის დასამრგვალებელი. ყველა ტვინები მაგათ. იქ რაღა არის. იქ რაღაცია. 4. წღან ამეშალა მაღაზიაში ნერვები. რაზე? ჰა? რაზე? ვიღაც ქალმა მიშალა მე რა ვიცი. დავანახე რომ დინდა აიტე. რაზე იშალა ვიღაც. მითხარა ნერვები. რაზე? თან ქუსლები ხო ეცვა? ჰა. ქუსლები ეცვა, მაღალ ქუსლები ეცვა ხალხო და მოშემოვიდა მე ესე ვიდექი, უკან მე ვდგავარ, ეს წინ დადგა, ხალხო, შენ დგაზეთ მაღალ ქუსლიანებით. მე ეს ის არა უკვე სიწრისგან მომეთკინა, ისა ავიღე და ის ხელი ჩავცხეს პირდაპირ ზურგშას. პირდაპირ ზურგში. ქალბატონო შემდეგ იზედ რასაკეთ, კეთე გადამიარე ქუსლები. პირდაპირ ზურგში ჩავცხე ხელი. ალბათ იფიქრა ვაიმე დედა. კიდევ კარგი არ გადაბრუნდა. დახლებში. ჰა? დახლებში. ო. აბა შენ დგაზე ორივე ფეხსაცმელებით თან, ორივე ქუსლით. რა ცუდია რა. დაკოკმანები რას? ნეტარას დადიანა, მაღაზიაში მოდიხარ და ჩაიცრუცოდა დაბალი, ხო შეიძლება. ამ კიდე რა არის მაღლებით მე ვიდავდი რა მაღლებით. ვაიმე ერთხელ წავედი. ტყავის ის ერთხელ მე მოყვე მოიცადე დედა. ერთხელ ის ქონდა დედაჩემს გველის ტყავისგან იყო მაღალ ქუსლიანი ჩეკმა დამზადებული. ძალიან მაღალ ქუსლიანი იყო და არა ძალიან არ იყო, მაგრამ წვრილი იყო. წვრილი ქუსლი ქონდა. როგორი გამხდარი იყავი იგი. ასე იყო ოდნა. ასე იქნებოდა. ასე იქნებოდა. ხო. ხო და მივდიოდ ჩაიცვა ყველაფერი მოემზადა, მივდივართ
აქედან კარგად გავიდა. სახში კარგად დავდიო. სახში კარგად გაიარა, ეზოშიც კარგად გაიარა, ჭიშკრამდე გავიდა. გავიარეთ ეგეთ შემოსას ეს ჩვენი ქუჩა გავიარეთ. ვეღარ დავდივარ. მომაბრუნა ხალხო. მარიკა გიორგი წავიდეთ ვეთი მოუბრუნდ. მომაბრუნა ამბებით ვერ ვივლიო. თუ მე სკანდალი მოვაწყე. თუ ვერ ივლიდი რაღაც ისვავდი გითხარი რომ დაბლები ჩაიცვი. მე ხო ჩავიცვი. ჰა? კაზაჩოკები ფეხსაცმელები რომ მქონდა დობო. ეგენიც ხო, ეგენი არ იყო ძალიან მაღლები. ეგენი კარგად დავდიოდი მაგებით. არა. ხო. იქ ქაუბოის ფეხსაცმელები ხო? ხო, ჩექმა. აუ როგორ მე ვერ ვიტან ქაუბოის არა, ფეხსაცმელებს. ჩემი კოხტეები იყო, არ იყო ისეთი ცუდები. მოდაშია ახლა. ვაი მე რო კოხტეები. კაცებს რო აციოთ ხოლმე მაგა ხუსლები. აი ეგეთი იყო, ოღონდ კოხტა იყო ჩემი. აი მისავით რა, ჯიმივით რო. ჯიმი. ხო. ჰაჯაჯა. ჰაჯარიტა გიტა. ოდა. ისი კაზაჩუკი რატო იყო ესე მოდაში მაშინ? როგორ პროცენტ? რა ხმა იყო? ვაი მე ვიდეოში არაფერი ეგონოთ ამ ხალხს. მაცივარი იყო ხალხონო გონი. ო, მაცივარმა იცის ეგრე ჩვენმა. და მე აი ხალხო რა იცის კიდე ჩვენმა მაცივარმა იცი. რო გაითიშება დენი და მე რომ მოვა. სლასი შურება. რატო შვება ტრტრს ვერ გი. გამისიც ის ხოლმე ეგრე. ხო, იცი. აწუწუნდება. და სხვათა შორის ამ მაცივარს აქვს სუნის გამშვები. სუნს უშვებს ისეთი გემრიე აქვს რომ რა ვიცი, რომ მიაჭერ. ხო, რომ მიაჭერ, ხო, აი მაცივარმა ხანდახან ხალხო ახლა სულ წვენდავდა რაღაცა სულ და ახლა დიდი ხანი რომ აი ბევრ საჭმეს რო შედებდა. შეალაგებდა. თავისებური, მაინც თავისებური სუნი ხო იცი. საჭმელების სუნი შეალაგებით. გინდა იყუროს თავისებურად ხო იმას აშვება ხოლმე. ხო, მაინც თავისას. მაცივარს ედება. ეს რა იყო? შენ რა ილდიზივით ეს რა ხელების ქნება იყო? რა ქვია იმას? რა ქვია იმ კინოში? ვის? ასე რო იცის. ვის? და ჭყეტილი თვალი ილდიზის კინოში რო გამოდის. და ჭყეტილი ხალი რო არის. ლამაზი ხალი რო არის. აი ის რა ქვია? ენდერი. ასე იცის და ზუსტად ესე შვება ეს. ეს რა იყო მე რა ვიცი. და ეგ ის იცის და მე უცბად რომ მიაჭერ იმას. ყურძნის ისა აქ. გავა სუნი. ისეთი კარგი სუნი გავა. აი ფრეშ სუნი გავარდება. ხო, აი რაღაცა სასიამოვნო. და მით უმეტეს იცი რა ვიცი რომ გამოუწმენდა და ახლაც რომ გამოვასუფთავებს რახში, გამოვთავ და რახში დაიმითი კარგა გამოვაფითქინებ მაცივარს. გამოვაპრიალებ და მე 5-10 წუთი ღია მაქვს ხოლმე აღარ ჩავთავ, გამოსუფთავდება, აერი გაიწმინდება და მე რომ შევალაგებ ამ საჭმელებს ან რამეს რო შევდებ, რომ მივაჭერ იმას, იმ კარგ იმას, და რა სასიამოვნო სუნი ტრიალდება. ნუ პერფექტოა რა. ინერი, აი ცი როგორი სუნია? გრილი სუნამოს აი ეს სუნამო ახლა ტკბილია გრილი, მაინც სუნამოს სხვანაირი სუნი აქვს, მაგრამ აი თითქოს აი ფრეშის გაუშვი გრილი რა. აი ცი როგორი სუნია? ის რო არის ხოლმე რა ქვია? საბაზანოში რო იმას უშვებენ ხოლმე. გამწმენდს არის. აეროზოლი როა, ხო იცით? საბაზანოში რო უშვებენ ხოლმე და გრილი სუნელი როა. ეგეთი სასიამოვნო სუნელია. ეგ ტკბილი სუნიანიც არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სუნია მე მაცივარში. მაცივარში ხო და ისედაც. ანეიტრალებს იმ აბაზანაში რო შევდივარ ხოლმე, სადმე ვინმესთან რომ მოვხვდები აბაზანაში შევდივარ და ტკბილი სუნელის ის თუ არის გასხმული? გასხმული გაშვებული გასხმული. აბა რა სიტყვებს ლაპარაკობ დღეს? დღეს ძალიან რაღაცნაირი სიტყვებს ლაპარაკობ ხალხო. გასხმული გამოსხმული გაშვებული. მე და ვირას ასხა. ხოდა. ვერ ჩერდები, ალერგია მემართება. ცემინება ეგრევე. გიორგის არ ყო
როგორ უყურს ვარდების სუნვა და შიშიტვენი მიდის. აი ვარდები და ყვავილების სუნი მიყვარ დასუნა მიყვარს ხოლმე, მაგრამ რა თქიდა. ჩასუნავს ყვავილს და მიდი მე. ხო, ცემინებაში კონკურსი რო იყოს, მოვიგებდი. გაიმარჯვებდი. გავიმარჯვებდი. ისე უსკარი მეკუთვნის ხოლმე. ჰა? ოსკარი. ერთვარდ გასუნიონ გიორგი და ალბათ იმას გადახვალ რა ქვია. რეკორდს გადააყარებ და ო, ცემინებაში. ამის ისინი ხო ვერ გავიჩერე. ხო და სამჯერ 4ჯერ რო ჩასუნოთ ლათ რეკორდს განაცდები. ხანდახარ უაუტყდება ცი რო გააგზელეს ხანდახან ის ვაიმე 1 საათია ვიდეო. შიმიშინდა მეთქვი რა არის გამიხეთქე გული მიდი გათიშია აბა დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეო. გამიხეთქე გული მეთქი კარებში ვიღაცა შემოვიდა თქო იყო ის შემოვიდოდა. 1 საათია ვიდეო. დაგემშვიდობებით. აბა აბა კარგი ჩავიდა ნასკებში გონი შემოვიდა თქო კაპის კატა ოხ გიორგი რა მე როგორი შემეშინდა მე ოხტი ასე ვინმე მე თარაც გაიქნაი გავეთქე აბა კარგად ვიყავით ხალხო. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეოდე. ბაი. გამოიწერეთ ჩვენი არხით და ვინც გითხარით იმის არხით გამოიწერეთ. ბაი და აბა. ბაი. გაშინე და. მე კარებში ვიღაცა შემოვიდა თქვა მე რა. ის შემოვიდა რა კარებში. ვინმე აი იყო რა. გამიხეთქე. ის არ ჩამოვიდოდა, ზელენსკი არ ჩამოვიდოდა და. ზელენსკი არა ის კიდე ჯარი მაგნიტარა დროის ზელენსკი. ხო და